ხელმძღვანელობთ, თანამშრომლობ დასახლის შექმნის ისტორიის შესახებ მოგვიყვებოდეთ, საინტერესოა რა გზა გაიარეთ, რატომ შეგიყვარდათ ქართული ხალხური ფოლკლორი? ალბათ უკვე 63 წლის გავხდები მალე. 42 წელიწადი არის, რაც უკვე მე ამ პროფესიალურ სცენას ვეზიარე. ეს რუსთავში მოხდა, რუსთავში ჩავავალე მუსიკალურ სასწავლებელს, ჩავავალე ვოკალურ განყოფილებაზე, ეს ოპერა. ჩემგან ოპერის მომღერალი ვერ გამოვიდა და ერთი კარგი ხელმძღვანელი მყავდა, ასამ რუსთავის მომღერალი სალივერ ვადაჩქორია. და კაცმა ვიტყოდ, არის შეგახელი კაცი ხარ, შემაყრა თვითონ ხალხური სიმღერის მომღერალი მაგაია. ცოტა გვირისებს ვაკეთებ ეს რომ მელიზმის ზაქია ხდა, ხუჯუჯები იყო და მოდი ქართული სიმღერა იმღერებდა. კი ბატონო, დავიწყეთ და მართლა ეს უფრო მეტნაკლებად ჩემს ხასიათზე გამომდინარე ალბათ ჩვენი ქართულობიდან ეს უფრო კარგად ავიწყე როგორც კახელმა კაცმა. მე ქართული სიმღერა შემეყვარდა ალბათ ბავშვობიდან და ერთი ულამაზესი კაცი არის თემოქე ხიშვილი მომღერალი და კარგი ლადვარი. ამ კაცს შევეკითხეთ ერთხელ. ბატონო ხეო, სიმღერა უფრო ადრე დაიბადა თუ აი 13 ყოლო ლაპარაკია. ეს კაცი ძინჯი კაცი დაფიქრდა ეს დაფიქრდა და სიმღერა რატო უთხარით შენ რა შევეკითხე. ბავშვი როცა დაიბადება ღეღინს იწყებს მელოდიას გამოთქვა და ეს მართლა ესეა ეს. ხალხური სიმღერა მე შევეყვარდა ნამდვილად თამამოდ ვიტყვი რომ დაბადებიდან როცა უკვე შევიდა სკოლაში რო სწავლობდი, საშუალო სკოლაში რო სწავლობდი, იქ ყავდა მარგალიტა მარტიაშვილი ყავდა ესე გუნდში ესე გვამღერებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს გვამღერებდა. მომაჩვენე თვითონ მომღერალი კაცი იყო. თავიდან თავაზე ნამდვილად გადმოდის, თავმოთ ვიტყვი ესე ესახურა მომაჩვენს და თურმე პაპაჩენს და იმისთვის ესე იგი მაყრიოში და ის ქორწილი როცა იყო ხოლმე ეზახურე მღეროდა ხოლმე რა კახურნავაჟამია თუ კახურ სიმღერას თუ ამას და ეს გადმოვიდა თავაზე და ზუსტად აი ეს გადმოვიდა ჩემშიც აი ეს განმაზი გრძელი რომელსაც ქართული ხალხური სიმღერა ქვია. რუსთავში სხვადასხვა ანსამბლებში ვღეროდი და მე 84 წელში დავაარსე ჩემთან სოფელში ვაჩნაზიანში დავაარსე ბიჭუნავთა გუნდი ჩამოყალიბე და ორკესტრი ჩამოყალიბე. აი ეს ქრომატული ფანდურები დღეს რო აქვს ესე გურჯაანში თამამად შემიძლია თქვა რომ მე შემოვიტანე ალბათ იქიდან ასწავლის ჩამოვიტანე აქა. ყავდა 10 კაციანი გუნდი ყავდა ბიჭუნათა გუნდი ყავდა და იმის აქეთ კიდევ 22 თუ 20 კაცის კიდევ ორკესტრი ყავდა რომლებიც რო უკრავდნენ ჩანგს უკრავდნენ ჩანგის ვასავლი მე თვითონ ჩანგს ვასავლი სალამურებს ვასავლი და ერთი ვანო ყავდა ულამაზესი კაცი უსინათლო საფარლიშვილი. ვღეროდით ვისწავლეთ სიმღერა ასაგურჯაში და დავებოდა კიდევ აზე ახლა კი ბატონო ვიცი ვისწავლე ბევრი ერთი 5 თუ 10 ხელმძღვანელი გამოიწვალე და ყველას თავისი მანერა ჰქონდა ყველას თავისი ეს მომენტა რომ ახალი რაღაც გამეკეთებინა ვიღაცისთვის გედემეცა არ შეიძლება კაცო როცა სიმღერა იცის და თვითონ ეს სიმღერა გავაწლივ რომ დაეღუნება წაიღოს უნდა უტო ვიღაცას უნდა უტო პატარა ბავშვს უნდა დაუტო. პირველად რა სიმღერა შეასრულეთ, ვის მიუძღვენით და მუზა თუ ყავდათ? პირველი სიმღერა აი რა ვიცი რაღაც კიდე კახელი კაცი ვარ და წინანდელმა კაცმა ვანო ლუარსაბიშვილი დიახ დღესაც ცოცხალი არის რუსთავში მასწავლა დამიწყო ზუსტად კახური მრავალჟამი. პირველი ხვაც მასწავლა, მეორე ხვაც მასწავლა ნუ ბალი კიდე რა თქმა უნდა ეს ზუსტად ეგე ის იყო და აქედან დაიწყო, აქედან აიკრიფა ყველაფერი. ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ძალიან ბევრი მრავალჟამიერი საქართველოში არის ბევრი მრავალჟამიერი, ერთ-ერთი ურთულესი, ერთ-ერთი ულამაზესი არის ზუსტად კახური მრავალჟამიერი. ყავდა ალბათ რაღაც ალბათ შეყვარებული იყო თქვენი მუზა. კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი მეუღლე არ არის, მე ვარ ულამაზესი მეუღლე, მაგრამ ეს პატარა ჯამპურის პერიოდი იყო ალბათ და ალბათ ნამდვილად მიყვარდა ეს ადამიანი და დღესაც მიყვარს იმის გულის რამაც ერთი ულამაზესი კარგი ლამაზი ოჯახი ყავს. რას თვლით თქვენს მთავარ მიღწევად? ჩემ მთავარ მიღწევა ის რომ არის რომ მე შევხვდი ერთი ლამაზი ოჯახი. ყველაზე კარგი
ნავსაყუდები ჩემი არის ჩემი ულამაზესი ოჯახი 4 შვილი ყავს 7 შვილი ყავს ყველაზე პირველი ეს არის და ამის აქეთ ანალოგიური სხვა არის ესე ჩემი ოჯახი არის აი ჩემი ანსამბლი ხარება მე იმათ ოჯახის წევრები ვარ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან სულ ერთად ვართ და ერთი კიდევ ვიხსენო თავარი კიდე ის არის სიყვარული ვისწავლე და ყველას ვერ უგონთ მიყვარდეს ერთმანეთი სიყვარული გადაარჩეს ქართველებს და ნებისმიერს გადაარჩეს არ დავაშავო ბოროტება არ ჩავედინოთ ისე გაჭრებულ ადამიანს დაუდექი ცხოვრებაში ფული არ მქონია და არც მეკ მაგრამ გული მაქვს ძალიან დიდი ნებისმიერ გაჭრებულს მე თვითონ წარმოიდგენ ხო მე ვარ ეს გაჭრებული და ის დაუდმელი ადამიანის მინდა რომ ეს წარმოვაყენო თუ გინდა ფიზიკურად თუ გინდა მატერიალურად თუ გინდა მორალურად დაუდექი
Share
ჩამოყალიბების იდეა საიდან წამოვიდა? იდეა ძალიან კარგი იყო და ცოტა ძალიან პატარა ისტორიით გადავასწრებთ. სანამ მასწავლე ხარება ჩამოყალიბდებოდა, ბუსკაროს სახელმწიფოში ყავდა მე ბიჭუნათა გუნდი ყავდა, იქიდან გამყეროდნენ ერთი სამი ვეტერანი კაცი ყავს იმე და ჩემი ოთო და ალექსო. გაიზარდე ბიჭები, მე გადმოვედით კულტურის ცენტრში, გადმოვედით ამ პატარა ბავშვს გავანებე თავი და ბიჭებმა თქვეს გავაკეთოთ რაღაც ანსამბლი, ერთიც მეორეც მესამეც კარგი მომღერალი, კარგი დამკვირვებელი, კარგი პირველი, კარგი მეორე და იდეა მოგვივიდა დავარსოთ ანსამბლი. კი ბატონო, მე მოვიდა ნოდარი, მოვიდა შოთიკო, შემოვიდა. იდეა თავისთანავ ეს ჩვენი უჩა და სულ ბოლოს ტატო შემოგვიერთა და მანადის კიდევ სანამ ტატო შემოიღო ესენი, ერთი ულამაზესმა პიროვნებამ აიღო ზუსტად აი ჩვენი ანსამბლში ეს თავკაცობა ესე რომ ვთქვა. მამაო თემურაზმა აი დიდი წვლილი აქვს ეხლა დღეს სადაც ასავზივარ დიახ ზუსტად იმისი დამსახურება არის მე დითხრა გვიცოცხლოს თავის მეულთან ერთად
მაგარ სამოვიდა აქ მოხდით ბიჭები მივყიდეთ ბიჭები მოდი გავაკეთეთ აქ საგალობელი და გუნდიო კი ბატონო მე ჩემი ნოდარის საოსნობით აი ჩემი ოთოში ნუკრი და ბიჭები სულ დადიოდნენ აქ და პარალელურად იცი რა საკა დადიოდნენ თელავში დადიოდნენ ბექა ყავდა ერთი ბიზნესში ხო უყავს ხო და იმასთან სწავლობდნენ მამაო თემურაზი აი ეს თამამად აფინანსებდა ბიჭებს გურჯაიდან მოდიოდნენ აქ მიდიოდნენ იქ თელავში ასწავლდნენ როჩა ნასალ ჩამოდიოდნენ აქ ამღეროდნენ აი დატვირთულები იყვნენ ბიჭები და ასე დავიღოთ მე სტატუტი შემოვიდა და გავერთიანით სულ 10 კაცი შევიყვეთ 10 კაცი დიდი ხარდაჭერა გამოგვიჭირა დაგვიჭირა ჩვენმა ხელისუფლებამ სულ ყველა კულტურის ცენტრში მოვედით და სულ ყველას უღრმესი მადლობა შევიკერეს ჩვენ ხალხს სულ ყველაფერი ბატონტარია განსაკუთრებული წარმატება როდის მოიპოვა თქვენმა ასაკმა ყოველ ნებისმიერი გამოსვლა როცა კარგად იმღერა YouTube-ზე და საქართველოს ყოველთვის აი სულ წარმატება განსაკუთრებით აი ჩვენ მქონდა ესტონეთში ვიყავით ესტონეთში ქობულეთში გრან-პრი ავიღეთ აი ახლა სულ რაღაც 2 დღიანი 4 დღიანი ბიჭები ჩამოსულები არიან ბაქოდან არიან ჩამოსულები იქაც აი ძალიან საერთაშორისო ფესტივალი იყო წარმატებული იყო ეს წელი თქვენთვის ნამდვილად წარმატებული იყო ვიტყოდი თუმცა აქვე ვისარგებლებ მომენტით და ყველას მიულოცავ 2017 წლის დადგომას ყველას გილოცავ ჩემო დებო და ძმებო მეგობრებო ახლობლებო ნათესავებო და ასე შემდეგ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერებას, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და ყოველივე ლამას ამ წელს. რაც შეეხება ჩვენ ანსამბლს და ჩვენ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად, ჩვეულ რიტმში მუშაობთ. კვირაში 2 დღე გვაქვს რეპეტიცია. ბატონტარიელი ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი არ იშურებს არ ძალას, არ ძღონეს იმისთვის, რომ ბიჭებს ახალ-ახალი რეპერტუარით გავამდიდროს ჩვენი ანსამბლის საერთო რეპერტუარი და რა ვიცი, ვაკეთებთ როგორც შეგვიძლია, რაც შეგვიძლია და მე ჩემი მხრიდან უფლის მადლით ვაკეთებ გასვლებს 2014-ში ვიყავით ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, შვედეთი საკმაოდ წარმატებული ფესტივალი აღმოჩნდა ჩვენი ანსამბლისთვის ვიყავით 2015-ში ბულგარეთში იქიდანაც თასით ჩამოვიტანეთ პირველ ადგილთან ერთად და წელსაც სულ რამოდენიმე დღეა რაც ჩამოვედით ქალაქი ბახკოდან აზერბაიჯანიდან და იქიდანაც ჩამოვიტანეთ პირველი ადგილი და თასი თავის მედლები და თავის დიპლომებით მადლობა უფალს რომ ესეთი წარმატებული ბიჭები ვართ ყველასთან ერთად. დიახ, რას გაიხსენებთ საზღვარგარეთ გასტროლზე ყოფნისას, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? ჩვენ ძალიან ბევრი კურიოზები გვაქვს, მინდა გითხრათ. და ეს კურიოზები რომ დავიწყოთ, ეს კურიოზები ახლა ჩვენ რომ დავიწყოთ ამ კურიოზების მოყოლა, მე ვფიქრობ რომ ოპერატორი დაგვექცევა აუცილებლად აქედან. დაგვათენდება. მაგრამ მე თვითონ კი ბატონო, მე თვითონ მახსენდება ერთი ესეთი კურიოზი, ძალიან ხანგრძლივი მოგზაურობა გამოგვივიდა, რამე თუ ქუთაისიდან გავფრინდით, ქუთაისშიც რო ჩავედით აქედან გურჯაანიდან, გამთენიამდე მოგვიწია იქ ყოფნა, დაღლილები რა თქმა უნდა უძინრები, როგორც იქნა ჩავედით ლიტვაში, ლიტვიდან მერე ავტობუსში გადავჭიქით, ავტობუსით წავედით, მერე გავიარეთ ლატვია, მერე ჩავედით ესტონეთში, კერძოდ ქალაქ რიგაში და დაგვხვდნენ იქ ტალინში. თუ ტალინში რიგაში თქო. ტალინში და დაგვხვდნენ იქ რა თქმა უნდა ჩვენი როგორ ვიტყვით ორგანიზატორები კი. ჩვენი კოლეგები ჩვენი ორგანიზატორები. გაგვანაწილეს ყველა, ნუ 2-3 ადამიანი გაგვანაწილეს ოჯახებში და რო შევედით ეს დაღლილი ძალიან ესე თელი დღის დამგზავრები და ისინი ოთო საღამო იყო უკვე ნელოდა რა და ოთო მე და ოთო მოხდით ერთ ოჯახში და რო შევედით ოჯახში დობრი ძენო ასე უთხრა. შუაღამის სამსა. ძალიან ესეთი პატარა კურიოზი. ეს ისეთი ძალიან პატარა კურიოზი. ეხლა დანარჩენს ბიჭები მოყვებიან რა თვითონაც რა გაახსენებს. აი, მე ვარ. ვიყავით ტბაზე, ნაფრიანი ტბას, როპოტაზე ვიყავით და რუსები იყვნენ ჩამოსულები, რეჟისორები ისე და უბრალოდ ბიჭები ღერით ყოფდათ და ოთო მოეწონა შეხედულები კარგი ხმა რაღაცა და მე და ტატო ვიცით მარტო რუსული მეტრაკავად უჩამას და აი ბიჭმა უთხრა ეს მოეწონა ოთო რატო შენავ აი
რუსული არ იცი რაღაცა, ამისთან კარგი ბიჭი ხარ რაღაცა და არ ვიცი, რა მითხრა ტარილმა სულ. ვეუბნებ ესეო და ამ კაცმა უთხრა $600 მოქცევ, 6000 ოღონდ ისწავლებ. და ეხლა რა ხდება კიდევ? შემდეგ უთხარით, კარგი ვისწავლი და აბა ტატო, ესა ოთო მეუბნები. მოდი აქ როგორ უნდა ვიტყვი, რუს როგორ უნდა უთხრა. იდი სუდა. კარგი, წადი აქედან ეხლა უთხრა და არიც ეხლა ამ კაცმა რუსული კაცო იყურება აქეთილი ტატო ვიცი ეხლა რა უნდა თქვას რა ეხლა იქ დამხარე წავალ და იქიდან დაუზაღებ. ეხლა აქ იდი სუდა. კიდე ჩემზე. ესტონეთის პაესტკის დროს ოთოს ჰქონდა ასეთი ბილეთი. ოთო მოფრინავდა ლიტვიდან საქართველოში. ეს ბილეთი ჰქონდა და ესენი მიფრინავდნენ საქართველოს და ლიტვაში. ანუ ოთო უკვე მოდიოდა და ესენი მიდიოდნენ. ანუ შებრუნებული ბილეთი ჰქონდა რა. შეცოვა მოხდა რა, რო გამარჯვეს. აი, იმათ გადაუშვეს. და ბოლოს არ უშვებდნენ რა, მაგრამ ვიტორდნენ იქ. კარგი ბიჭი ხარ. კი. არა ისე ყვანა, აბა ყავს ერთი ნუკლი ყავს რა, ჯერ ვერ გახსილე გაიგე სანამ ორჩი ქარო გაგაკრავს მერე გაგაკრავს. ეს არის მოგეს. კამერის როგორც მინდრის თავი ისე ინავება ხოლმე. ხო. ყველაზე მთავარი ის არის რომ ჩვენ ერთად ვართ ერთ საქმეს ვაკეთებთ და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი, როგორ ვთქვა, ერთმანეთი ყოველთვის გვახსოვს და რო ჩამოვართ ხოლმე მე გვენატრება ისევ გვინდა და ამიტომ ერთად დგომას არაფერი ჯობია და ერთად ვარ და ვაკეთებთ ამ საქმეს. პერსახურებით შეგვიძლია და ჩავიდეთ. რა შეიძლება ქართულ ხალხს ჩვენ რა თქმა უნდა ფარხლის ნაკლას არ ვაპირებთ და შევეცდებით რომ გავამდიდოთ რეპერტუარი, შევეცდები მე ჩემი მხრიდან როგორც პროდიუსერი როგორც ბიჭები ძახი ხოლმე. პროდიუსერი. რომ საინტერესო გასტროლები გავაკეთოთ, საინტერესო მოწვევები გქონდეს, საინტერესო ფესტივალებზე წავდგეთ ჩვენი ქართული კულტურით და ფოლკლორით და ეს არის ჩვენი თავარი მიზანი. ნუ ადგილობრივი კონცერტები. და ვასახელოთ ჩვენი წინაპრების სახელებით და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კახეთი, ჩვენ სამშობლო რაიონი, ჩვენი სამშობლო. საკმაოდ წარმატებულ წელიწადს ვფიქრობთ. ბიჭები აკეთებენ ეროვნულ საქმეს აკეთებენ, რაც ავალიათ იმას აკეთებენ ზუსტად. ყველაზე ეროვნული ქართულ ხალხურ სიმღერას უფრთხილდებენ და თავის შვილებსაც უკვე ამზადებენ ნელ-ნელ ეტაპობრივად ამზადებენ, იმათმაც რომ ესე იგი ისწავლონ სიმღერას. რა თქმა უნდა, უნდა. რაც თავარია გვერდში დგომას გრძნობთ ჩვენი რაიონის ხელისუფლებიდან, გამგებლიდან, იქ ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე და კულტურის სახლის დირექტორი ქალბატონი ეთერიდან ყველანაირად გვიდგანან გვერდში რომ ჩვენი საქმე ჩვენი ძალებით კი, მაგრამ თავიანთი დახმარებითაც წინ გავწიოთ და რა ბიზნესმენები ყვანა სხვადასხვა არ გამოვხდით ბიჭები არიან ხოლმე ახლა ყველა საერთოდ გვერდში ემბაუდი ძალიან უცხინვალე ბატონი ზაზა გურამი ვერიკაშვილი კიდევ დათო ლიპანაშვილი და ძალიან ბევრი ყველას ვერ ჩამოდით ყველას რუსებს ჩვენი კახეთის პოლიცია გვერდში ძალიან სხვადასხვა მინდა გითხრათ ამ ბოლო პაესტკასთან ანუ ბოლო გასტროლთან დაკავშირებით ქვეყნიდან გამომდინარე ეკონომიკური დოქჭირის ფონის გამო ვერ მოხერხდა ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსება ამ გასტროლის მაგრამ ადამიანები ჩვენს გვერდით ვინც გახლავთ ჩვენი ბიზნესმენი და ძალიან კარგი ხალხი ვისაც უყვარს ეს საქმე ვინც აფასებს ქართულ ხელოვნებას ქართულ ხალხურ სიმღერას და ძალიან დიდი მადლობა მათ თითოეულ მათგანს მამა თეიმურას კიდევ მადლობა ყველა იმიტომ რომ ყოველთვის გვეუბნებოდა რომ ბიჭებო იცოდეთ დაგიფასებათო ეს ყველაფერიო და მართლა უფლის წყალობით აგერ რაღაც მიღწევები გვაქვს იქ ფესტივალზე გავედით, საერთაშორისო ფესტივალზე საზღვარების გარეთ გავედით და რაღაც წარმატებები გვაქვს. ხო და ეს ყველაფერი მამა თეიმურას დამსახურებაც არის, იმიტომ რომ ყოველთვის გვეუბნებოდა რომ შეიძლება ხელფასი არ აგაქვთ, მაგრამ არ დაიშალოთ, იმიტომ რომ დრო მოვა რომ ხელფასიც გექნებათ და თქვენ სათქმეს იტყვით და დაგაფასებენო რა და ნამდვილად ესე მოხდა. Charigebo
მადლობიჯებო ჩვენი წინაპრების უკვე უსაყოფად 3000 წელიწად მეტი მიულოცოთ ახალი წელი მიულოცოთ ჩვენს პატრიარქს გამოჯანმრთელება უსურვოთ აუცილებლად ეს ყველაზე ლამაზი საქმე იქნება ყველა გაჭირებულს მიულოცოთ ახალი წელი მოგეშენიათ გაჭირებულებო ვინც არის გაჭირებული ღმერთი დიდია ყველაფერი გამაგრდით მაგათ იყავით ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი კარგად იქნება ღმერთო გილოცავთ ბიჭო განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩვენი რაიონის ტელევიზიას კუჯარის ტელევიზიას და მიულოცო 2017 წელი. 25 საათე